ტანდური საქართველოში თითქმის ყველა რაიონში გვხვდება. სამზარეულოში მას იყენებენ როგორც მოხარშულს, ასევე ცოცხალს. ამზადებენ სხვადასხვა სალათებს, ასევე ამარილებენ და ამწნილებენ ზამთრისთვის. ძალიან უხდება ხორცეულს, ტანდური ძალიან მარგებელია და მისი გამოყენება საკვებად სასარგებლოა. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ითვლება როგორც ორგანიზმის გამწმენდად, მსუბუქშაქრის დამწევად და დაბალი წნევის ამწევად. მასში უხვად მოიპოვება A ვიტამინი, რომელიც კარგი მხედველობის გარანტია, ასევე ებრძვის კიბოს უჯრედებს, მდიდარია როგორც C ვიტამინით, ასევე B3 და E ვიტამინებით. ტანდურის შემადგენლობაში შედის კალიუმი, კალციუმი, რკინა, თუთი და ნატრიუმი. ასეთი შემადგენლობის მქონე მცენარე უდავოდ სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. უარყოფითი ჩვენება იქნება მაღალწნევიანებში და სიფრთხილეა საჭირო. გთავაზობთ ტანდურის ფხალის რეცეპტს. ინგრედიენტები: ტანდური 2 კილო, ნიორი 2 თავი, წითელი წიწაკა დაფქული ან დაღერღილი 1 ჩაის კოვზი, ქინძი დაფქული 1 ჩაის კოვზი, ქინძი მწვანე 1 კონა, ხახვი 2 თავი, მარილი და ძმარი გემოვნებით. მომზადების წესი: კარგად გავრეცხოთ ტანდური. ჩავყაროთ ქვაბში და მოუხარშოთ. როცა მოიხარშება, გადავუწუროთ წყალი და დავკეპოთ წვრილად. გაგრილებულ მასას ვუმატებთ ნიორს, წიწაკას, ხახვს, ქინძს როგორც დაფქულს, ისე ცოცხალს. მარილს და ძმარს გემოვნებით. ტანდურის სალათა მზადაა.